მაური იყო დილიდან ჭიათურაში, შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, სადაც 400 დღეზე მეტია მოსახლეობა. ჯორჯიან მანგანესის საქმიანობა საპროტესტებს იმერეთის სამხარეო პოლიცია იყო მობილიზებული. მათ ძალის გამოყენებით გახსნეს მაღაროს შესასვლელი. ადგილზე შუქრუთის მოსახლეობასთან ერთად მისულები იყვნენ ჭიათურელი მაღაროელებიც. სამხარეო პოლიციის იმერეთის. დიახ. სამუშაო პროცესი რო განახლდეს, უნდა მოხდეს შემოწმება სპეციალისტების მიერ. დიახ. კომპანიის სპეციალისტებში. ერთი წუთი 10 შეკითხვას ვერ უპასუხო. ერთი წუთი არ გვინდა ყველას ყვირილი ერთი წუთი რა ერთი წუთი ბატონო პოლიცია რაშუაში და სამხარეო უფროსი რაშუაში საზოგადოებრივი წესრიგი ნიშნავს რომ თქვენ ეს კარები კი არ უნდა გახსნათ საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვათ ჩვენსა და აქ მოსულ ხალხს ერთი წუთი პატივცემულო ვერ გასწავლეთ არა შეიძლება თქვენც გასწავლოთ ნებისმიერ რატო იცით რას სოფელ შუქრუთში პროტესტი 2024 წლის მარტში დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ წლების მანძილზე მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავს ათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას თხოვენ. ჯორჯიან მანგანეში კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვთ. მოგვიანებით მედიის მხრიდან გავრცელდა კოროხნალის მაღაროს მდგომარეობის ამსახველი შიდა კადრებიც. პირველ ეტაპზე ჩაირთო განიავების სისტემა, რის შედეგადაც ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენლები და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები მაღაროში უსაფრთხოების ზომებს შეაფასებენ. მონიტორინგი დაგეგმილია კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებში. დამიჭირეთ არ მაშინია ჩვენს ადგილზე ერთი ჭიათურელი მაინც იქნება და როცა ეს ერთი ჭიათურელი აღარ იქნება მთელი ჭიათურა წაუღია ადიდაბულ ყვირილას წაუღიხარ ყველას ხარ ჭიათურაში უკვე 62 დღეა საპროტესტო ტალღა არ წყდება. 1 მაისს ჭიათურაში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. აქცია პირველ საათზე დაიწყება. ისინი მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით მოუწოდებენ ჭიათურისადმი და დაკავებული მაღაროელებისადმი სოლიდარობისკენ. 29 აპრილს პოლიცია მაღაროელები მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, შუქრუთის და ჭიათურის პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი დააკავა. მათ ბრალად შუქრუთის მაღაროს დირექტორის ცემა ედებათ. ბრალდების მხარის ცნობით პროტესტის საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები კოპერიძეს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება დაიწყეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მანქანას 30-მა პირმა გზა გადაუკეტა. ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს და ქვები ესროლეს. ასეთია ბრალდების მხარის ჩვენება, ხოლო თავად მაღაროელები აცხადებენ, რომ ქმედება პროვოცირებული იყო. ამის შესახებ გოგა მოდებაძემ დღეს მეუფე დანიელთან შეხვედრისას ისაუბრა და მას კიდევ ერთხელ თხოვა თანადგომა. აქ პროტესტი ვინმე მართულის ძალადობას ვემხრობით ან გინებას ვემხრობით, მაგრამ 60 დღის თავზე ადამიანები აწყობენ პროვოკაციას, არაფერი არ მოგვარებულა, ვითომ თავისი ჭკუით რაღაცეებით აალაგეს და გამოდიან იქიდან და წავიდა იქ მერე პროტესტის ფორმა და რაღაც იყო ისეთი სიტყვებიც ამათი მხრიდანაც, მაგრამ მოტრიალდა იქიდან ადამიანი ისევე პროვოკაციულად და ამბობს, რომ თქვენ ხართ ბრბო და ნახირი. და მოხდა დაპირისპირება, ფიზიკური დაპირისპირება. ეს ადამიანი იცემა და წუხელის გამთენიის და ჯგუფური ძალადობით 4 ადამიანი დააკავეს. აქედან 2 ადამიანი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ ჯგუფში. არც ახლოსაც არ იყო, მაგრამ ესენი რომ ლიდერები იყვნენ, შეგნებულად აწყობდათ. ამას აშუქებს სამთავრობო მედია, მეუფე. სამთავრობო სამივე მედია. თბილისში ვიყავით გუშინ, გავმართეთ პრესკონფერენცია იმის გამო, რომ მიგვეტანა სწორი ინფორმაცია მოსახლეობასთან, რომ ჩვენ არავის მტრები არა ვართ. ეს ხალხი ითხოვს უბრალოდ ღირსეულს, სამსახურს, დააკმაყოფილონ დაზარალებული მოსახლეობა და ქალაქში დატოვონ 5%, რაც ეკუთვნის ყველა გაგებით, ყველა შეგნებით, ყველა ფერის მიმართულებით,
რისი ამხსარებელის და მსოფლმხედველობისაც არ უნდა იყო ადამიანი ჭიათურას დღეს ეკუთვნის 5% დარჩეს 130 წელი არაფერი არ დაუტოვებიათ და დღეს ქალაქს რაღაცა თუ არ დაუტოვეს ეს ქალაქი განადგურდება 10 წელიწადში მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და წარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ, რომელმაც 1 წელია ჯორჯიან მანგანეზის მართვა გადაიბარა. მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ მუშაობას განაახლებს მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. მაღაროელები რეორგანიზაციის პროცესს უნდობლობას უცხადებენ და ადგილზე ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ჩასვლას და მათთან უშუალო შეხვედრას მოითხოვენ. ამიტომ ხვალდისი აქცია იმართება ჭიათურაში. ფეხზე დადგეს მთელი ქალაქი, მხოლოდ ამ 4 მართალი ადამიანის სოლიდარობისთვის, მერე ამ დაჩაგრული ქალაქის სოლიდარობისთვის, ამ დაჩაგრული მშრომელების სოლიდარობისთვის, ამ უღირსის აქციელისთვის და შემდეგ დადგეს მთელი საქართველოს ფეხზე, რადგან დღეს საქართველოში თუ ვინმე უკანონოდ არ ვიტყვი, უსამართლოდ პირველ რიგში და შემდეგ უკანონოდ, ვიცი რომ მინიმუმი 2 ადამიანი უკანონოდ და 4-ვენიც, რადგან ისინი ამბობენ ჩვენ არ მიგვიღია ეგ მონაწილეობა. უბრალოდ შეუყვეთ ეს 4 ადამიანი დაესაჯათ, დაეჩუმებინათ და მე აქეთ შევეშინებინეთ. ერთ დასჭით ამ ადამიანებს და გუშინ გამოჩნდა რომ ისინი დასჭილები კი არა, უფრო ამაყები არიან, უფრო მხნედ გრძნობენ თავს, უფრო ვაჟკაცური სული გამოიჩინეს და ამნაირი ხალხის გაშინოდეთ ყველას გაშინოდეთ.